სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მოვედით, იმიტომ რომ ვითხოვთ მზია ამაღლობელს დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებული სტატუსი, ორ კვირაზე მეტი გავიდა და მზიას ჯერ კიდევ არ აქვს დაზარალებული სტატუსი, როცა ვიცით რომ ის პოლიციის შენობაში დაკავების შემდეგ მას შეაფურთხეს სახეში, არაძლევდნენ სასმელი წყალს, ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, პოლიციის უფროსი მასზე იწევდა საცემად, შესაბამისად ადგილი აქვს რამოდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულს, აქამდე ბათუმის პოლიციის უფროსი უკვე უნდა ქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული, ეს უწყება რამეს რომ აკეთებდეს, მაგრამ კაციტაძე არის მკვდარზე ვენოკი. მას ევალება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ ის არის რუსული რეჟიმის მსახურებაში და არ აკეთებს არაფერს. მოვუწოდებთ, რომ დროულად გააკეთოს რეაგირება და მზიას დაზარალებული სტატუსი მიენიჭოს. თავისუფლება მზიას ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. კოკა კაციტაძის უწყებას არ აქვს პოლიტიკური ნება და მე ასე ვიტყოდი ნებართვა, რომ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. ჩემ შემთხვევაში 2 თვე გავიდა ზუსტად, როცა მე სპეცრაზმელმა სასიკვდილოდ გამიმეტა და საგამოძიებო უწყებამ გამოითხოვა თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, არის თუ არა იდენტიფიცირებადი ეს პირი, ვინ გამოიკითხა. კონკრეტული პასუხი ამ კითხვებზე ვერ გამცა. არიძიებენ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, იმიტომ რომ ეს არის გზავნილი ჩვენი მისამართით, რომ გავჩუმდეთ, შეგვეშინდეს. ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ბევრი სხვა უფლებით და მათ შორის გამოძიების უფლებით ვერ ვსარგებლობთ, იმიტომ რომ ვეწინააღმდეგებით რეჟიმს. ამაღლობელს დღეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იმიტომ რომ მან იცის ძალიან კარგად და ჩვენ ყველამ ვიცით და საქართველოში ალბათ ყველა საღათმოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ის არ არის დამნაშავე და მას სჯიან, მას იყენებენ ზვარაკად იმისთვის, რომ ოლიგარქის რეჟიმმა დააშინოს სხვა ადამიანები, რომ მათ ვერ გაბედონ ხმის ამოღება, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას ყველა რეჟიმის პატიმრის და ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ რეჟიმი დასრულდეს საქართველოში. წარმოუდგენელია ამ რეჟიმში ცხოვრება ამ ქვეყანაში და წარმოუდგენელია, როდესაც ასე ექცევიან ჟურნალისტებს. ხო, ჩვენ მივალთ რაღაცა ძალიან ცუდ შედეგამდე, რაც იქნება შემდეგ უკვე გამოუსწორებელი. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე იღებენ გადაწყვეტილებას, მიმართავ, რომ უბრალოდ ერთი წუთით გაანალიზონ, რას ნიშნავს, როდესაც დატყვევებული ადამიანი, ქალი პატიმარი 17 დღის განმავლობაში შიმშილობს ციხეში. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ფაქტი.